აჭარის სამთავრობო კიდევ ერთი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში მიემგზავრება 4 კაციანი შემადგენლობით ქართული მხარე სილეზიის სავოევოდოს მარშლის ოფისის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს. მხარეები გასულ წელს ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის, დასაქმების და ტურიზმის სფეროებში განხორციელებულ პროექტებს შეაჯამებენ. ასევე ხელი მოეწარება მიმდინარე წლის თანამშრომლობის გეგმას. სილეზიის სავოევოდოსა და ჩვენს რეგიონს შორის თანამშრომლობა 2011 წელს გაფორმდა. მას შემდეგ პოლონელმა სპეციალისტებმა ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით აჭარაში ჯანდაცვის მიმართულებით 8 მედიკოსი გადაამზადეს, მოწვეულმა სპეციალისტებმა ასევე ადგილზე ჩაატარეს უფასო კონსულტაციები. ნუგზარ სურმანიძის თქმით, წლის ბოლომდე კიდევ 4 მედიკოსის გადამზადება იგეგმება. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და მასზე აჭარის ბიუჯეტიდან თანხა არ დაიხარჯება. შეჯამდება გასული წლებში ამ პროგრამის მოცულობით შესრულებული ვალდებულებები, ახალი ვალდებულებები განისაზღვრება, მოეწერება ხელი ხელშეკრულებას. წლის ბოლომდე კიდევ 4 სპეციალისტი გაემგზავრება, ეს იქნება ონკოლოგები, ეს გახლავთ ქირურგები, ეს გახლავთ სხეული თერაპიის სპეციალისტები, ეს გახლავთ ბიოფიზიკოსები, ის ადამიანები, ვინც ჭირდება ჩვენს ონკოლოგიურ ჩვენ და საჭირო იქნება მათი მომსახურების მაღალი ხარისხი, რომელიც სამწუხაროდ ამ ეტაპისათვის ჩვენ შეიძლება არ გქონდეს.